ოპოზიციასთან საუბრის შემდეგ ახლა უკვე არასამთავრობო სექტორს შეხვდება ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და ამის შემდგომ უკვე ხვალ დღის პირველ ნახევარში ალენ ბერსე აპირებს რომ მედიისთვის გააკეთოს განცხადება და შესაბამისად მის პოზიციას ამ მიღებულ ინფორმაციაზე გავიგებთ უკვე ხვალ. ცოტა ხნის წინ გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა დატოვა ოთახი ეს ოპოზიციური პარტია იყო, ვისთანაც ისაუბრა გენერალურმა მდივანმა და ბუნებრივია ამ შეხვედრაზეც ასევე იყო საუბარი ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე. გარდა იმ ფაქტებისა, რომელიც მოხდა და რომელიც ასახავს პოლიციის მხრიდან ადამიანებზე ძალადობას, გახარიას თანაგუნდელებმა ისაუბრეს საკანონმდებლო ცვლილებებზე, იმ კანონებზე, რომელსაც რეპრესიის მიზნით ქართული ოცნება დაჩქარებული წესით იღებს პარლამენტში და საკუთარ საქმეს იმარტივებს იმისთვის, რომ იძალადოს მოქალაქეებზე, ვინც გამოხატავს პროტესტს მისი გადაწყვეტილების გამო. გარდა ამისა, ჩვენ მათ ვკითხეთ, რა დაპირებით დასრულდა ეს შეხვედრა, რა მოხდება ამის შემდეგ და თავად გახარიას თანაგუნდელები ასევე გვეუბნებიან სხვა პარტიების მსგავსად, რომ ევროსაბჭო განიხილავს წამების კომიტეტის ვიზიტს საქართველოში, ეს მოხდება დაახლოებით იანვრის თვეში, ან უახლოეს კვირებში, ეს დასაზუსტებელია, თუმცა ფაქტია, რომ თავად ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ემხრობა იდეას, რომ წამებად შეფასებული ფაქტების ადგილზე შესასწავლად თბილისში ჩამოვიდნენ ევროსაბჭოს წამების კომიტეტის წევრები და შესაბამისი დასკვნა უკვე ადგილზე ნანახის და ინფორმაციის გაცნობის შემდეგ დადო. თავარი თემა იყო ბუნებრივია ის რაც ხდება ქვეყანაში ძიმე სისტემური პოლიტიკური კრიზისი რომელიც არის რომელსაც თან სდევს უზარმაზარი დარღვევები ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები აქცენტები ბუნებრივია გავაკეთეთ კიდევ ერთხელ იმ უკანონო დაპატიმრებულ ნაცემ და ნაწამებ ადამიანებს რომელიც დღემდე იმყოფებიან მათი უმრავლესობა საპატიმროებში ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე რომელიც საქართველოში აკანონებს ავტორიტარულ დიქტატურას საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიამდე იქნება წამების კომიტეტის ვიზიტი რომელიც კონკრეტულად ამ წამების ფაქტებს შეისწავლის და ამაზე კონკრეტული დასკვნა დაიდება და შესაბამისად კიდევ უფრო უკვე იანვრის შემდგომ იქნება კონკრეტული შეფასებები უკვე წამებასთან დაკავშირებით. მათ ამ ვიზიტს და ოცნების წარმომადგენლებთან შეხვედრას ოცნება პროპაგანდისთვის იყენებს. ამის შესახებ მათ ინფორმაცია უკვე ჰქონდათ, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ, რომ წასვლამდე მათ ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთონ მათი მანდატის შესახებ. ეს დელეგაცია არ არის ის დელეგაცია, რომელსაც რაიმე კავშირი ან მანდატი შესაძლოა ჰქონდეს ვიღაცის ლეგიტიმურად ცნობაზე ან არალეგიტიმურად ცნობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დღეს ასევე იყო დაგეგმილი შეხვედრა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებთან, თუმცა მათი პოზიცია უკვე ცნობილია გუშინ დღის მეორე ნახევრიდან კოალიციამ გაავრცელა განცხადება და ასევე კოალიციის ლიდერები საუბრობენ იმის შესახებ, რომ ასეთ ვიზიტს ქართული ოცნება თავისთვის სასარგებლოდ იყენებს და თუკი უფრო მკაფიო მესიჯები არ იქნება დაფიქსირებული ევროსაბჭოს გენერალური მდივანის მხრიდან, ქართული ოცნება შეეცდება ეს ვიზიტი და მათთან შეხვედრა წარმოაჩინოს თითქოს მათი მხრიდან ლეგიტიმაციის მინიჭება ქართული ოცნების მთავრობისთვის და შესაბამისად და გარდა ამისა ამ კოალიციაში ასევე ფიქრობენ რომ ახლა არა მხოლოდ პოლიტიკოსები უნდა იყვნენ ამ შეხვედრებზე, არამედ თავად გენერალური მდივანი უნდა ხვდებოდეს მოქალაქეებს ქუჩაში და ასევე ადამიანებს, რომლებზეც იძალა პოლიციამ და ისინი უკანონოდ დააკავა. შესაბამისად კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ფიქრობენ რომ მართებული არ იქნება ამ ფაქტების გარეშე ასეთი ვიზიტი და მართებული არ იქნება ამ ვიზიტის ფორმატში მათთან შეხვედრაც მათი მხრიდან. და შესაბამისად ამით ამოიწურა უკვე ოპოზიციასთან შეხვედრა გენერალური მდივანი ალენ ბერსე ცოტა ხანში შეხვდება არასამთავრობო სექტორს, ასევე მოისმენს ინფორმაციას დაკავებულების შესახებ, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, მათ უფრო ზუსტი და უფრო სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაცია აქვთ და შესაბამისად ხვალ უკვე მისი პოზიციაც გვეცოდინება რა შთაბეჭდილება დარჩა მას მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე და როგორ აფასებს ევროსაბჭო სიტუაციას, რაც ახლა თბილისშია.